რა დიაგნოზი შეგვიძლია დავსვათ აი დღევანდელი ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ? შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი არაფერია მეთოდიკაში, რომელსაც იყენებს კრემლი საქართველოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოს მეთაური, ლიდერი, ყოჩი, დიქტატორი, ტირანი არის პირადად ვლადიმერ ვლადიმირიძე პუტინი, რომელმაც სატრაპად, აი ხო იყვნენ ძველ სპარსეთში სატრაპიები და სატრაპები ინიშნებოდნენ მის უფროსებად. ტირანები ძირითადად სატრაპად მოავლინა ეს ჩვენი ჭორვილი პუტინიჩი, ჩვენი ბჭყალებში და ყველა სქემა, ნაბიჯი, განცხადება, მოქმედება, კანონის მიღება, გადაწყვეტილების რეალიზაცია ჯერ მოსკოვში აპრობირდება, გადის ფიტლს და მე მოემართება აქეთ. ეს კადრების პერეტრუბაციაც მოსკოურია, შეიძლება ითქვას პირდაპირ. მე მაინც არ მესწავლები ახლა იქ რა სამზარეულო დუღს და რა ფორმატებით ხდება მსგავსი შემთხვევების გამეორება. აგერ არაერთხელ გვითქვავს, ხო? 30-იანი წლებიდან დავიწყოთ. ის რო ქვია, იაგოდა დახვრიტა ეჟოვმა. ეჟოვი დახვრიტა ბერიამ. ბერია დახვრიტა კრუგლოვმა. მე კრუგლოვმა ცოტა ბევრი ვილაპარაკა, მატარებლის ქვეშ ნახეს, მატარებელი დაეჯახა. კაცი საერთოდ არ ცხოვრობდა, რკინიგზასთან ახლოს დაცვის ქვეშ იჯდა მოსკოვის გარეთ. ამიტომ აქაც ნუ ახლა ეს მთლად მკვლელობები და ამბები აღარ არის ისეთი აქტუალური, რადგან არის უამრავი მეთოდი, რომ მტკივნეულად მოიცილო უკვე გამოყენებული ფიგურა, რომელიც მთლიანად გაისვარა უკვე, იწვევს ხალხის გაღიზიანებას და ეს რეჩკი მდინარაზე რომ ძალიან გაღიზიანებას იწვევდა, ალბათ ახლა ამაში ყველა დამეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მე მის მიმართ რაიმე პირადი ზიზღი და კონკურენცია არ მაქვს, მაგრამ რაც ამას გააკეთებიეს, სახელმოწარულ გამომძიებელს, რომელიც $500-ზე დაიჭერეს ქთამზე, ჩვეულებრივ. მე გადაიბირა ნაცების კუდი ერქვა ხო მაშინ სპეცსამსახურს, იყო მაგათი ადვოკატი, აფორმებდა მქონებებს გათენებისას, ნაცებს რომ უნდათ ვიღაცის რაღაც წართმევა. მე იყო მერაბიშვილის და მისი ოჯახის ადვოკატი, ვანო მევრეშვილის დედიძმა რომ დაიჭირეს იქ მესხეთში მილიონობით $-ის ხეთხის გატანაზე თურქეთში, ეს იყო ადვოკატი. შემდგომ ახლა ივანიშვილს სასწაულად აწყობს კორუმპირებული, კომპრომენტირებული მონების შეგროვება, იმიტომ რომ აი ეს უმკივნეულოდ მოიყვანს, ყველაფერს გააკეთებინებს და მე რა მოკრავს პანჩურს და აგერ ამოხრა, კაი ჭიდლაყლი და პირდაპირ ღვანკეთში მოადინა ზღართანია მდინარაძემ და გასკდა პამიდორობით ამის, ხო, გასკდომას კიდე წინ ვახავთ, კიდე რაც გამოუქვეყნებენ. ხო, ახლა უკვე გახდა პრობლემა, არ შეასრულა რამდენიმე დავალება. მოდით ამ დავალებებზე და რა როლი შეურჩია ივანიშვილმა ამ მომენტისთვის. ახლა ვერ ვიტყვით, რომ მდინარაძე მიუხედავად თავისი გარკვეული საიურისპრუდენციო წარსულისა, რაღაცა დიდი გამომძიებელი და ცნობილი რეპრესიოლოგი ყოფილიყოს, ხო? ხომ არ იყო ამ შემთხვევაში თავად კოლბახიძე მდინარაძის ინიციატივის და ენთუზიაზმის დამსახურება, რომ ივანიშვილმა თავისივე ამოცანები და დავალებები მოარგო ამათ ენთუზიაზმს და სწორედ ამიტომ მისცა დროებით ამ როლის შესრულების შესაძლებლობა. ანუ რის თქმა მინდა რომ ივანიშვილმა ძალით შეიყვანა ამ თამაში. რომ ესენიც დიდი სიამოვნებით ამზადებდნენ ამ პროცესს. თავის თავზე აიღოთ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ესენი არიან საკუთარი სურვილით გაყიდული მონები. ეხლა მონებშიც ორი კატეგორია. ეხლა ცნობილი გამონათქვამი რომ თავისუფალი ადამიანი მონობაშიც თავისუფალია, ხოლო მონა თავისუფლებაშიც მონაა. ჩვენ შეიძლება ცოტა სხვა ინტერპრეტაციით განვიხილოთ ამ კონტექსტში და პირდაპირ ვთქვათ, რომ ესენი არიან მავნებელი ბოროტი მონები. არის მონა. მე ამ შემთხვევაში უფრო შიდა კონკურენციის, ჯგუფურ კონკურენციის. გეტყვით მაგას. არის მონა, კი. ანუ კოლბახიძეს მიჯგუფსა და დავუშვოთ ღარი. რეზონული შეკითხვა, კი. არის მონა, რომელიც თავის თავს უშავებს და თავის უფლებამდგომარეობას ეგუება და არავის არაფერს არ ავნებს. არის მონა, რომელიც არის ბოროტი, ორიენტირებული შოვნაზე, დაგროვებაზე, არ გააჩნია სულიერი ადამიანური ზნეობრივი ღირებულებები და სწორედ აი ამგვარი ხალხის შეკრების დიდოსტატია ბიძინა ივანიშვილი და მის უკან მდგომი რუსეთის სპეცსამსახურები. იგივე რუსეთის იმპერია საუკუნეები, 300 საუკუნეა, 300 წელია, ხო? ეს
ფენომენი მონგოლებიდან ამოიზარდა და ფუნქციონირებს. აი ასეთებს კრებდა ვლადივოსტოკიდან, ჩუქჩეთიდან გაგრძელებული შუა აზიით დაგვირგვინებული კავკასიით გადაჯვარედინებული და აღმოსავლეთ ევროპით დამთავრებული, როდესაც აი იმპერია საკუთრებდა უთომოყარეო ბოროტი მონები, რომლებიც ზადარიან მოყვასი გაყიდონ, ყველაფერი იკადრონ, ოღონდ საშოვარი ისოონ და დააგრონ და ამ შემთხვევაში ახლა იმას რა ქვია, მდინარაძე მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაუჩევი ერთმანეთისგან აბსტრაქციონიზმი მხატვრობაში და აღორძინების ეპოქის კლასიკური სამკუთხედი, რომელშიც ზის ყველა ნახატი ტიციანის, ლეონარდოს და სხვა გენიოსების, ხო? ამის მიუხედავად რამდენიმე მილიონის კოლექციას ფლობს ამ ნახატების, იცის რომ ეს მუდმივად ზარდი კაპიტალია და კრიპტოვალუტების გამოუჩინეს, რომლებიც უფროს მოუტეხა. და გარდა ამისა ვერ შეუსრულა უფროს დავალება, რომ ღარიბაშვილის ბანდიტური ასევე კლანისგან გატაცებული 9 მილიარდი ეპოვა და ამოეღო და პირიქით დავალება ჩააგდო, როდესაც ის აჭარელი ბანდიტი ახლა რო გაქცეულია, ასევე მილიონები აქვს წაღებული, რაგვარი იყო ის ჭიჭაჭე თვითმკვლელობამდე თუ მკვლელობის იმიტაციამდე მიიყვანეს იმ აგრო ჰაბის მფლობელთა სახლში საგარეჯოში. ხო, რომლებიც ისინიც ასევე იულად გამოძვრენ იქიდან, მაგრამ მაგათაც პრობლემები შეექმნება, დარწმუნებული ვარ. და ამიტომ აი ეს სიტუაცია გამოიყენეს მოისროლეს, აღარ ჭირდება თუ ბევრ სიხტუნავებს შეიძლება გაუყენონ გზას ღარიბაშვილისასა და მატროსოვისასა, მატროსოვი ქვია ხო იმ რუსთავში როა თელ პოლიტიკური ელიტა გამოუწყდეული ახლა სასაცილოც არ არის თქო, მაგრამ ნუ ეს ხომ მარტო ჩვენი ტრაგედია და როგორ გავს ბოდიშით ყვარყვარეს იმ ციხეს, რომელიც ბოლოს გასკდება და ეს პოლიტპატიმრები გამოიტყორცნებიან იქედან, აი ზუსტად ის სიტუაცია მზადდება რუსთავში. ბატონო, ცხადია დინარაძის გადაწყვეტილება, თუ დინარაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მარტო მისი ფიგურის შეფასებით ვერ შემოიფარგლება. ის წლების განმავლობაში იყო კობახიძის მთავარი დასაყრდენი ფიგურა ჯერ პარლამენტში, შემდეგ უკვე გაპრემიერების შემდეგ კობახიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ ვერტიკალში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილებით თავად კობახიძის მდგომარეობას როგორ შეაფასებდით და მის საპრემიერო პერსპექტივას. ბევრი ფიქრობს, რომ თითქმის აღარც დარჩა რაიმე ნაბიჯიან ფიგურა უკვე უშუალოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალი ადამიანის ხილვამდე. ეხლა ძალიან რთულია ბატონო გიორგი დამეთანხმებით პოლიტიკოსმა, თქვათ აკადემიურმა ჟურნალისტმა, როგორც თქვენ ბრძანდებით, ანალიზი და კომენტარი გააკეთოს ანტიაკადემიურ, არაპოლიტიკურ ფიგურებზე. ეგენი, ახლა დღეს დაიწერა, რომ პოლიტიკიდან წავიდა მდინარაძე. კი, მაგრამ როდის მოვიდა მდინარაძე პოლიტიკაში? ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ, ვინ იყვნენ ესენი, საიდან მოვიდა? ან ეს მანიაკი კობახიძე, საიდან მოვიდა? იცის ფართო საზოგადოება 90-იანში, ამას ტვინზე რაღაცა პრობლემები ჰქონდა, წაიყვანეს გერმანიაში სამკურნალოდ და მერე გადარჩაო და მამამისი ვიცე-სპიკერი იყო ის ედეპეშნიკი იქ რომ მოსკოვში რო იჯდა, გადადგეს დიქტატორი გამსახურდია ჟვანიასთან ერთად, საელჩოს კიბებზე იჯდნენ ჩვენ წარმომადგენლობაში ორივე თვალით ნახე. ხო, და ის რა ქვია, ულოცავდით რომ გადარჩა შენი შვილიო და თუ ამას გადარჩენა ქვია? გადარჩა მანიაკი, მტარვალი, საკუთარი ერის მოზულე, ყველაფერზე ხელის მომწერი, ყველა ტრაგედიის განფორმებელი და განმახორციელებელი და მოთავე შეიძლება, ყველა ბინძური დავალების შემსრულებელი. უბრალოდ აი მე ძალიან გული მტკივა, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი შვილიშვილები აი ასეთ ადამიანებს უყურებენ პოლიტიკური მოღვაწის მაგალითად და რაც მთავარია გული მისკდება იმაზე ჩვენ კიდე ახლა შეგნით გადავხარშავთ და ვიცით ახლა ასე თუ ისე ვიცნობთ ერთმანეთს ყველა ხო ყველაზე მეტად მისკდება გული სოფლიო პოლიტიკური ელიტის განწყობაზე რომლებიც აი ამათ ხვდებიან 14 წელია ჯერ ივანიშვილს რო შეხვდება კაცი მოინატრება ნიანდერტალელი რომელიც ევროპაში გადაშენდა უკვე ის რო დადიოდა დიდი კომბლიდან ნუ კაცური კაცი იყო და ხოცავდა მამონტებს და თავს ირჩენდა და ეს ჩვენ ჯარცვით ირჩენს თავს ხო და მე ესენი რო ნახა ეს კვირიკაშვილები ხალხო ეს რო რკინიგზის მილიონები რო წაიღო და მშვიდად არის ბახტაძეები ეს მანიაკი გახარია
ეს არიბაშვილი ღატაკაშვილი თუ ახლა დიდარაშვილი გახდა მერე ეს კობახიძეს ვინ შეხვდება და ხელშემორტმოს და თვალებში შეხედავს ხო წარმოგიდგენია რასაც ჩვენ ვფიქრობთ იმას იფიქრებს და უარეს რამდენი წელი დაგვჭირდება ჩვენ აი ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ქართველი ერის წინაშე არის ჩვენი რენომის როგორც უძველესი ცივილიზაციის თავსლაფის დასხმა მის მიერ შერჩეული ეგრეთ წოდებული კადრები და პოლიტიკური მოღვაწეებით რომლებიც დადიან და მთელი მსოფლიო მათ ხვდება და მე მათგან რჩებათ შთაბეჭდილება ჩვენი ერის ისტორიაზე, ინტელექტზე, ცივილიზებულობაზე, განსაკუთრებულობაზე და დამერწმუნეთ რომ ამათ ვინც ნახავს, არავინ ჩვენს მიმართ არ იქნება მაღალი აზრის მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში მე მაინც ვიცი იქ ილინოისელი კონგრესმენია ძალიან გვიჭერს ხარს და ძალიან მაგარი კაცი და თან ცოტა იუმორისტი. და ერთხელ ჩავედი და ეს ღარიბაშვილი იყო იქ ვიზიტად. იმ დროს რა პრემიერი იყო და იქ რადომაც იქ დაემთხვა რა ჩვენი ვიზიტები ერთმანეთს და ხო და შევედი კაბინეტში რაღაც კაი ხასიათზეა და შეგრუად ჩაიცინა და გუშინო იქ რეიბორნის კორპუსში დიდი სასადილოა თქვენ ამ ყოფილიყართ მთელი კონგრესი იქ სადილობს და ნუ იქ ხვდებიან პოლიტიკოსები საერთაშორისო მოლაპარაკებების ზოგ კოქტეილს ზოგი რა ვიცი იქ სამზარეულოს დღეებია იქ არგენტინული სამზარეულოს დღეა მეორე დღეს ბრაზილიური მესამე დღეს მე მივწერე წერილი არ ვიცი ვინ იყო აქ პრემიერი რომ ქართული სამზარეულოს დღე დააწესეთ იმ კონგრესის იმაში მარტო თქო რომ ჭამთ ყველაფერს ეს ხო პროპაგანდა ეს ხო აგიტაცია იაპონია მარტო ტოიოტა ჯიპებით რომლებიც საცურს ენყიდულობენ კი არ ცხოვრობს იმ სუშით არის ყველაზე მეტ ვალუტა სუში ჩოულობს და ისევე როგორც ამერიკა მარტო ბოინგებით არ არსებობს და ის მაკდონალდსი და კოკა-კოლა და ეს არანაკლებ ვალუტა ჩოულობს ხო ეს პროპაგანდა მაგრამ რა თქმა უნდა არ გაკეთე ხო და ამაზე გამოსვამბობდი და ისე გუშინო თქვენი პრემიერ-მინისტრი ვნახეო დაბლა სასადილოშივე ნუ თქვენ როგორ ნახეთ არა ვიცი გაიარო და ესე იყურებოდა როგორც ჩვევია რა აი დამახასიათებელი ელემენტარული პროტოკოლი ვერ ისწავლოს როგორ უნდა გამოვიყურებოდე როგორ უნდა გაიღიმო როდის უნდა სერიოზული გახდე როდის უნდა პროტოკოლი დაიცვა როდის უნდა ძმაკაცური დაუჭირო საერთაშორისო პარტნიორს აბსოლუტურად დაცილებულები ყველა პოლიტიკური ნორმიდან პროტოკოლიდან ინტელექტიდან ზნეობიდან ცოდნიდან განათლებიდან ხო და ათეული წლები დაგვჭირდება ჩვენ ბატონო გიორგი და განსაკუთრებით მე მინდა ახალგაზრდების მიმართ ვინც პოლიტიკით ინტერესდებიან და იქნებიან დაკავებულნი ჩვენ და საბედნიეროდ საოცარი თაობა მოდის ათეული წლები დაგვჭირდება რომ ეს ცუდი იმიჯი შევცვალოთ სოფლიო პოლიტიკურ ელიტაში და ჩვენ ჩავთვალოთ ღირსად მათთან თანასწორობისა და დაიჯერონ რომ ქართველი ერი და ქართული ცივილიზაცია 3000 წლიანია რომ ლამის ანტიკურ ეპოქას უსწრებს და ლამის რომის იმპერია ქართულ კოლხურ იბერიული ეტრუსკების მიერ არის დაარსებული იტალიელები მიერ მოვიდა მანამდე თხებს აძვევდნენ თემში რომის პელაზგებმა დაასწრეს ანტიკურ ცივილიზაციას რომ ეს მთელი მესოპოტამია შუამდინარეთი და ეს ქართული იბერიული ცივილიზაციის კვალის მატარებელია რომ 28 ხორბლის სახეობიდან 17 ქართულია რომ 5000 ყურძნის სახეობიდან 700 ქართულია ყველაზე ხარისხიანი და ყველაზე მაღალი რომ ეს კერამიკა და რომ უძველესი ეს საგალობლები და ეს ბინანქარი და ეს ფერწერა და დამწერლობა და ამბანი არის იმ 15 მინიმუმ ცივილიზაციაში რომელიც სამაყოთ არის კაცობრიობის მატიანეში აი ამ ეს ყველაფერი რომ დაიჯერონ ჩვენ ახლიდან გვჭირდება ბრძოლა და მუშაობა ანუ საუკუნოვანი დარტყმა მოგვაყენა ჩლუნგმა ივანიშვილმა თავისი შერჩეული ჩლუნგი მონებით რომ დავანებო თავი მატერიალურ გეოპოლიტიკურ დანაკარგს რომ ფაქტურად სოფლიოს დააწყებია ფიქრი ახალი აბრეშუმის გზის ძიებაზე და აგერ მიაგნეს ზანგეზურში გეოპოლიტიკური ფუნქცია დაგვიკარგა უსაფრთხოების გარანტიები მოგვეცფო თუ ასე წავიდა ჩვენი გეოპოლიტიკური გარანტიებითა და იმ აღმოსავლეთ დასავლეთის გზის და აბრეშუმის მაგისტრალით გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები სხვა შემთხვევაში არავის არ სჭირდება და მოუგებელი საქართველოს რადგან ჩვენზე დიდი ერები არაერთხელ მithქვავს ქურთები 50 მილიონი თამილები 70 მილიონი და მოუგებლები არ არიან დღემდე იბრძვიან და არაფერი არ გამოძდით ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაძლევდა აი ამ სუვერენიტეტის გარანტიას რომელიც ივანიშვილმა მიიყიდა პუტინს ჩააბარა პუტინს და რო ის არასოდეს აღარ აღდგეს გზაც გადაატაინა ეხლა უკვე ტრამპს ზანგეზურში და ამით ფაქტურად
რუსულად უზრუნველყო თურქული ცივილიზაციის ერთიანობა სტამბულიდან ჩინეთის საზღვრამდე. აი რა გააკეთა. ეს არის ყველაფერი საერთაშორისო დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დელიქტი, კაცობრიობის მოწინავე ნაწილია ქართველი ერი, ქართული ცივილიზაცია, ამიტომ ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეს არის ზუსტად იმ საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულებში, რომელიც კონვენციურია და ისჯება საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ და ეს ველოდება წინ. ეს უნდა მაგათ შეუსრულოთ ყველა ვარიანტში. ბატონ შელვა, გეოპოლიტიკური კონტექსტი შემოიტანეთ უკვე საუბარში, როგორც ყოველთვის ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე. თქვენ ხაზი გაუსვით საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, როგორც აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი. აი ზუსტად ეს შეკითხვა მინდოდა ეხლა დამესვა, რომ ისტორიულად განსაკუთრებით მათ შორის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო სწორედ ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის არიდება ცივილიზებული სამხრეთისთვის. მაშინ მსოფლიო ასე იყო დალაგებული, ხო? და დარიალის კარის კონტროლით დაწყებული კიდე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტით ჩვენი მეფეები საქართველოს მთლიანობაში რა ფორმითაც იმ დროს იყო წარმოდგენილი ამ ფუნქციით მანიპულირებდა არასწორი სიტყვა მას იყენებდა სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის, გავლენების განვითარებისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ახლა ამათ დროს არ დაწყებულა, მაგრამ ამათ დროს უფრო მეტად დამძიმდა, არ დაწყებულა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ როკის გვირაბის გაჭრის დროსვე იყო ამ შევარდნაძემ დაუშვა ისტორიული შეცდომა და დანაშაული, როდესაც როკის გვირაბი ისე გააჭრევინა რუსებს და ოსებს, რომ ხალხმა დაიძინა და დილით რო გაიგუძა გვირაბი გამოთხრილი იყო. მაგ გვირაბის გარეშე არაფერი და ქართლში არ მოხდებოდა. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ იყო მაშინ ამოუკიდებელი სახელმწიფო და არც შევარდნაძე იყო იმ ქვეყნის პირველი. თუმცა ბატონო გიორგი, თქვენ არ გესწავლებათ, ზუსტად იმ პერიოდში თავის გამოდება რაღაცები, ზუსტად იმ პერიოდში 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსი ნიკოლოზიძე კოსიგინმა, რომელსაც სხვათა შორის სიძეთ ყავდა ჯერმენ გვიშიანი ქართველი კაცი, ქალიშვილის ქმარი ერთადერთი, აი ეს გვიშიანი დანიშნა მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორად, სადაც თავი მოიღარეს მომავალი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომმა რეფორმატორებმა, გაიდარმა, ბურბულისმა და რომელი ინსტიტუტშიც მუშავდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვლენათა განვითარების ვერსიები. კომუნისტებმა ყველაფერი იცოდნენ, ისინი სულელები არ ყოფილან, არის ტრანსფორმაცია. დაშლის გეგმა ადრევე იყო და გათვალისწინებული იყო ყველა ნიუანსი. და შესაბამისად შევარდნაძემ როგორც პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა და შემდგომ წევრმა შესანიშნავად იცოდა საბჭოთა კავშირის ბედი კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციაში და გვირაბი რო გამოათხრევინა, მან ისიც იცოდა და უნდა ცოდნოდა, რომ ორი ოსეთი ეგრეთ წოდებული მოინდომებდა შეერთებას და დაიწყებოდა სეპარატისტული მოძრაობები. აი სწორედ ეს არის მისი საუკუნოვანი დანაშაული ქართველების წინაშე. ბატონ შალვა, დღევანდელობას რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ისტორიის განხილვის გარეშე დღევანდელობაზე სწორ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ამიტომაც დავიწყე ამ საუბარი, მაგრამ დღეს გვაქვს ესეთი მოცემულობა, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არჩევს, გამოთქვამს, ვარაუდებს, რა დანიშნულებით, რა როლით ჩავიდა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი. სხვათა შორის, როცა კონგრესმენი იყო, შენახვედრი ვარ, ძალიან ინტელიგენტი, ძალიან თბილი და ძალიან საყვარელი ადამიანია. ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაციაში ითვლება, რომ რუსეთისადმი ხისტი პოლიტიკის ერთ-ერთი მომხრეთა ჯგუფის წევრი არის, იცნობს რუსეთს კარგად, მაგრამ ხო და რო იცნობს კარგად, იმიტომ ხისტი. ანალიტიკოსები ავლებენ გარკვეულ პარალელს 4 წლის წინ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბენსის, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციის იგივე სტატუსის მატარებელი პირის სტუმრობას მოსკოვში, სადაც მან გააფრთხილა თავის კოლეგები რუსები, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა სხვადასხვა ფორმით უკრაინას და ის ბენსი ყოფილი ამერიკის რუსეთში და რუსულ ენას ფლობს საოცრად მაღალ დონეზე. ჩვენ ვადევნებთ თვალ სიტუაციას, როდესაც პრობლემები პუტინისთვის მატულობს, არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, იზოლაციისა და სანქციების კონტექსტში, არამედ ქვეყნის შიგნით მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის თუ სავაჭრო თუ სხვა ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურის დაზიანების კუთხით, რომელიც მოსახლეობაში ნელ-ნელა უფრო მეტად აღვივებს უკმაყოფილებას პუტინის მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გაჩერებას აპირებს, ის ახდენს, ცდილობს, რომ ესკალაცია მოახდინოს მოვლენების და უკრაინაში მაქსიმალურად მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას. რის თქმა უნდა, შემოდგომას მაინც უფრო მეტი შიშის თვალით უყურებს ხალხი მოვლენათა განვითარებას. უკრაინა მყარად დგას, ეს ბოლო აღლუმი ამის დემონსტრაცია იყო,
როცა პუტინმა წითელ მოედანზე ვერ გაბედა აღლუმის ჩატარება, აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ბოლოთაობის ტექნოლოგიური სიახლეებით, ესე თქვა, დატვირთული აღლუმი. მაგრამ მოცემულობა ასეთია. საქართველოს რას უნდა მიექციოს ყურადღება ამ დინამიკის გათვალისწინებით და ის როგორც იქცევა ახლა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატით დაწყებული ანექსიური პოლიტიკის წაყრობებით გაგრძელებული აფხაზეთში სეპარატისტების თუ კიდევ ვინიცის საწვავით მომარაგებით გაგრძელებული დგავს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეუძლებელია არ იწევდეს უკმაყოფილებას დასავლეთის თვალში საქართველოს ქმედებებთან მიმართებაში. ბატონ გიორგი, დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი არ არის შეულებრივი იმპერია, ის გახლავთ მუდმივ კრიზისში მყოფი ზესახელმწიფო. განსხვავებით ლიბერალური იმპერიებისგან, რომლებიც იმპერიობლობანას იყენებენ კაი ცხოვრებისათვის, სიმშვიდისთვის, განვითარებისთვის, ბიზნესისთვის. თქვათ ანგლო-საქსონური იმპერია, იგივე თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ზესახელმწიფო, ხოლო რუსეთი მიჩვეულია და რუსი ხალხი კრიზისში ყოფნას მუდმივად, იზოლაციაში არსებობას, სანქციებში და ბლოკადაში, შიგნით და გარეთ, ამიტომ პუტინს დღეს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს დაწყებული სისხლიანი ავანტიურა, რომელიც საერთაშორისო დანაშაულია, მაგრამ ის არ გაჩერდება. გამორიცხულია, რომ მან ომი გააჩეროს, თუნდაც მოქმედ ფრონტის ხაზებზე, სხვა შემთხვევაში უკვე თავისი ელიტა დაამხობს და დაემართება ის, რაც დაემართა, თქვა ნიკოლოზ მეორეს. ამ დროს ნიკოლოზ კარგად ჰქონდა საქმე. ანტანტა, სადაც რუსეთი იყო წევრი პირველ მსოფლიო ომში, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან და ამერიკასთან ერთად იგებდა პირველ მსოფლიო ომს. ამის მიუხედავად, როგორც კი იქ მოეჩვენათ, რომ რაღაცა ვერ იყო კარგად ეკონომიკაში და ეს ბოლშევიკები დაფინანსებული გერმანიის გენერალური შტაბის სადაზვერო სამმართველოდან გააქტიურდნენ, გადააყენეს იმ გენერალიტეტმა, გადააყენეს მეფე და ეხლა როგორ გონიათ ამ ხელა სამხედრო მანქანა დაძრულია, შეჭრილები, ეს ნავარასი აღებული, დონეცკი, ეს ლუგანსკი, ყირიმი და იქ გააჩეროს და რუს ობივატელს, რომელიც ამბობს, რომ მიავიტან ყველაფერს, რაც იძერჟავი. ოღონდ შემოემატოს მიწა, ოღონდ გაიზარდოს იმპერიის საზღვრები და ის ახლა ეტყვის, რომ მე ახლა უტოვებ ხარკოვს, დნეპრს, ოდესას, ნახევარ დონბას, ზაპოროჟიეს და ხერსონს იმ ხახლებს, რომლებიც ეგრე უწოდებენ ბენდერებს და ხახლებს უკრნაცისტები კიდე, რომლებიც შენ ასე არ გიყვარს, ხო, ამას მე ვერ გავაკეთებ და ახლა პუტინს იმედი აქვს, რომ ეს მას დანარჩენი ცოდვების ფონზე, აი ეს მთავარი პოსტულატი, რომ ბრძოლას აგრძელებს, ეპატიება. ანუ პრაქტიკულად შეაგდო არა მარტო რუსეთის ბედის ასორზე, არამედ მსოფლიოს ბედიც, რადგან ახლა კნოპკებზეა აწყობილი ჩვენი სიცოცხლე და ყოფნა არ ყოფნა და ატომური ომი ნებისმიერ დროს აი ესეთი კონფლიქტების დროს შეიძლება გაჩაღდეს. შესაბამისად, ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს დირექტორის ვიზიტი სწორედ რა თქმა უნდა ემსახურებოდა აი ამ გლობალური კატასტროფის თავიდან აცილებას. მაგათ აქვთ ცხელი ხაზები ერთმანეთთან, მუდმივად კონტაქტობენ ახლა სპეცსამსახურების და გენერალური შტაბებიც, გაერთიანებული შტაბი, ამერიკის და მათი გენშტაბი. ამიტომ აი ეს ცხელი ხაზის სიტუაციები იყო დასახვეწი, რადგან გახშირდა საფრენი აპარატების შესვლა რუმინეთის, პოლონეთის ტერიტორიაზე, ეხლა ბევრს აცხადებენ, ბევრს არ აცხადებენ, ვარ დაიძაბოს ამ სიტუაცია. ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე იქ რაღაცა ექსცესებს ჰქონდა ადგილი, ამიტომ ექსცესების პრევენციისთვის ჩამოვიდა CEREUS დირექტორი, რათა ერთშვენიერ დღეს ატომური ომი არ გაჩაღდეს, მაგრამ ის რომ CEREUS დირექტორის ჩამოსვლას მოყვება უკრაინაში ვითარების დარეგულირება, ეს არის ზღაპარი, ამიტომ ამის იმედნურობის უნდა ექნება ჩვენი ამოცანა გეოპოლიტიკურად დღეს არის შემდეგი, ჩვენი როგორ ქართული ხალხის მთავრობა არ ყავს. ეს არის საოკუპაციო კომენდატურა ჭორველ პუტინიჩის თამადობი და პუტინია ჩვენი უფროსი და ახლა რა სახელმწიფო სახე დაკარგული აქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომელიც მოვიპოვეთ საუკუნოვანი გვემის შემდეგ და გადაქცეულია კრიმინალურ კარტერად, საქმის გარჩევებით სუფთა სიცილიური მაფიის ვარიანტებით მიდის, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფოდ წოდებული სტრუქტურებია გამოყენებული ამ გარჩევებში, თქვა
ვთქვათ, პროკურორი, სპეცსამსახური, ციხე, ის რა ქვია, სასამართლო ისინიც ამ მაფიის სტრუქტურულ ელემენტებად გადაიქცნენ და დაკარგეს სახელმწიფო ხელისუფლებათა შტოს ხასიათი, დამოუკიდებელი შტოს ხასიათი. მაგრამ თლიანობაში ახლა რა თქმა უნდა ესენი მალე ჩამოიშლებიან, ამისათვის ქართველი ხალხი, სოფლიო დემოკრატიული საზოგადოება, თქვენი მონამორჩილი და ლეიბორისტული პარტია ყველაფერს აკეთებს, რა დაიმალოთ და ვზივარ და რასაც უნდა აკეთებდეს ეს მადამ ტუსოს მუზეუმიდან გამოქცეული ცვილის ფიგურა ხალი როა ეს ბოჭორიშვილი და რასაც უნდა აკეთებდეს ყობახიძე და რასაც უნდა აკეთებდეს თავდაცვა თუ სპეცსამსახური აკეთებს ლეიბორისტული პარტია. დღე და ღამე ვზივართ და ვაკეთებთ პროტესტებს, გავთხილებებს იმის თაობაზე რომ კირიენკო ჩამოვიდა იმაში სოხუმში იუბილე ცხინვალში ჩამოვიდა, არის სამპარუმპა იუბილეების გადახდა, არის ჩავიდა აგერეხლა საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სირიაში და ანტიოქიის პატრიარქი შეხვდა. ანტიოქიის პატრიარქი ეს არის სწორედ იმ დავით გარეჯელის და იმ ასირიელი მამების უძველესი მსოფლიო სტრუქტურა, რომლის აზრს ითვალისწინებს მთელი სამყარო და ერთი განცხადება არც მთავრობად წოდებულ კრიმინალიტეტს არ გაუკეთებია და საპატრიარქოს ძდუმს, კარგი რა, საპატრიარქო მაინც ამოიღოს ხმა ის კაცი რო არის პრესამსახური მკვლელობაზე რო იყო აქცეული რუსეთში და მე რომ მოგვევლინა ბიბლიური კრავი წორმოშებული რა გვარია ის საპატრიარქო ჟიროზის ჩაღმაიც ხო ესეთი უპატრონობა, ესეთი უბედურობა ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს და გაეროს უშუალობის საბჭოს უგზავნით წერილებს რომ მოიწვიონ რიგარეს შეცდომა და განიხილონ რუსეთის ოკუპაციის გაღრმავების საკითხი აფხაზეთში, რკინიგზის გახსნის, აეროპორტის აღდგენის, წყალქვეშა პორტის ფორმირების, ქართული ენის, ლიტერატურის და სწავლების დევნის გალში, ახალგორში ამაზე გავავსეთ. ახლა არ მინდა ისეთი შაბეჭდილება დარჩეს რომ ვიწერთ რაღაცას, მაგრამ არ ვიწერთ, ვეღარ ვასწრებთ უკვე პარტიაში რეაგირებას, იმდენი რამე ხდება ჩვენი გასაკეთებელი. ამიტომ იყო ბატონო გიორგი რომ უშიშროების საბჭოში ჩვენმა მეგობრებმა ამას წინათ გააკეთეს განცხადება. იმდენი ვაგზავნეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასასვლელად ის სერიოზული განცხადება იყო. ის უშიშროების საბჭოს წევრთა წარმომადგენლები გამოვიდნენ. აი ამ ფონზე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვინც არის გამოფრანჭული ხალი როა ვაშინგტონში და ის სტეიკის მჭამელი წვერიანი არსება კიდე გაეროში წარმომადგენელი ჩვენ ბაქრაძე გასკდნენ ჭამასმით ბიუჯეტის ხარჯიდან არაფრის გამკეთებლები თუ გავლენ და გამოვლენ ივანიშვილის საქმების გასაჯარხად ის აფერისტი ფრონტერას მფლობელი ნიკანდროსი რომელიც გადაფარებულია რომ სანქციები არ დაადოს ტრამპმა იმ ნიკანდროსის მისაწვევად და ფულის გადასაცემად ну მოკლედ ესეთი თავგადასავლების პერიოდში ვიმყოფებით. თქვენ აღწერეთ სურათი რომელიც დამთავრდება შეეგედავებათ განსაკუთრებით რუსეთის ნაწილში ესკალაციის კონტექსტში და როგორც ყოველთვის ახალ ტალღას ესკალაციის საქართველოსთვის ახალი პრობლემები მოგვქონდა ხოლმე. მართალია ამ პრობლემებზე აქ ადგილობრივი ხელისუფლება შემდეგ კარგად კაპიტალიზირდებოდა როგორც პარაზიტული ეკონომიკის ამშენებელი საქართველოში, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია შემოდგომის პერსპექტივით ახალ რისკებს აჩენს, იმიტომ რომ რუსეთში როგორც ჩანს მობილიზაციის აუცილებლობა გაჩნდება, შეიძლება არა პირდაპირ სხვა ფორმებით, მაგრამ ყველა ვარიანტში პუტინის ახალი შეტევისთვის ჭირდება ახალი გოსდუმის არჩევნების შემდეგ ეგ იქნება რა თქმა უნდა. ვერ შემოიფარგლება იმ ტრადიციული ეთნიკური უმცირესობების რეგიონები და მოუწევს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგი და ასე შემდეგ. მარტო სტალინს ბატონო გიორგი დნეპრის გადასალახავად დაშირდა გერმანელებს რომ იზრდებდნენ. დაშირდა 3 მილიონი ნახევარი ჯარისკაცი. ეხლა იმ რაოდენობით რაც პუტინს ხავს მანდეთ რომ თან არც მწვად დაწვას არც ნახევარი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ხალხში ბევრი არ წაიყვანოს ვერ უახლოვდებიან დნეპრს და ამიტომ ეგ არ დაუვალებია. ეს ნიშნავს რომ რუსეთიდან განსაკუთრებით გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცებისა და მათი ოჯახების ემიგრაციის ტალღა კვლავ გაიზრდება. საქართველოს წინა შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საკვანძო როგორც მინიმუმ გამტარი ტერიტორია იყო, მაგრამ ბევრი აქ დარჩა კიდეც. ჩვენერი პატარა ქვეყნისთვის ეს ბევრ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. აი თქვენ როგორც გამოცდილ პოლიტიკოს, რომელსაც რუსეთთან რუსეთის როგორც ფაქტორის გათვალისწინებას ყოველთვის მოუწოდებდით ნებისმიერ მთავრობას მახსოვს მე, მიუხედავად კრიტიკისა, მაინც უფრო ფრთხილი პოლიტიკის მომხრე იყავით. დღევანდელ სიტუაციაში, როცა ქართული ეკონომიკაც დიდწილად სამწუხარო დამოკიდებული გახდა რუსეთზე, უსაფრთხოების ნაწილშიც, სრული ინფილტრაცია არის სპეციალურ სამსახურებში და სხვა მიმართულებებით. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ
ხა საზღვარს ვერ ჩავკეტავთ, მაგრამ და არც უნდა ჩავკეტოთ, მაგრამ რა ფილტრები უნდა მუშაობდეს ინსტიტუციონალური საიმისოდ, რომ ეს რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, ბატონო გიორგი, რომ აქ შემომსვლელი რუსები არ არიან იმ ომში მონაწილეობის მომხრენი მინიმუმ. ანუ თავს არიდებენ ომში მონაწილეობას. მაგრამ ეს კიდევ არნიშნავს, რომ ისინი პროქართულები არიან და საქართველოს აღმშენებლებად მოდიან აქეთ. ნებისმიერ დროს სიტუაცია შეიცვლება და ის რუსი შეიძლება გაგიხდეს იგივე ჯგუფი, რაც ბალტიისპირეთში. სადაც რუსული ეთნიკური გაერთიანებები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან და ჩვენთან ახლა არასოდეს რუს ეთნოს პრობლემა არ შეუქმნია, რომ დაგიმალოთ ეთნიკური, ან თქვა სეპარატისტული, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ერთიანი გადაადგილება თავისუფალი, მე ისიც კი მახსოვს ძველი საქმეები ამოვწიეთ, როცა პროკურატურაში ვმუშაობდით, ჭიათურაში დაიჭირეს ვიღაც რუსი ლასოვი 30-იან წლებში. იმიტომ რომ გამოვიდა მაღაზიის წინ და ხმამაღლა დაიღრიალა, რომ ყველაფერი კარგი ქართველებსა გაქვთო, საჭმელიო, სასმელიო, სამსახურო და რუსები უუფლებოდ ვართო და დაიჭირეს ეროვნული შუღლის გაღვევისად ეს საწყარებლად. მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერი ერის ექსპანსია და მასობრივი შემოსვლა ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს ესეთ პატარა კონგლომერატში, როგორც საქართველოა, სადაც ხალხი აღარ დარჩა უკვე და სადაც შობადობა კატასტროფულად დავარდა, სადაც უკვე რამდენი წელია შობადობა უფრო დაბალია ვიდრე სიკვდილიანობა, ნებისმიერი ერის შემოსვლა, რაც არ უნდა პიროვნულად კარგად იყოს განწყობილი და რაც არ უნდა თქვა ისტორიულად იმ ეთნოს შიგნით რამე არ გაუფუჭებია, სახელმწიფოებრივად გაგუფუჭეს, თორე შიგნით არ ყოფილა ხო ისეთი პროცესები. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, დაუშვებლად. თან დემოგრაფიული ბალანსის მიღმა არის ეკონომიკური ეფექტიც, ხო? იქიდან წამოსული ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს სერიოზული ფინანსური კაპიტალი თან მოაქვთ ან მოყვებათ. სიტუაცია აი ამაშია დაინტერესებული ივანიშვილი. ეკონომიკა ხო არ მუშაობს. არავითარი პროდუქცია ქართული ნიშნით არ გამოდის. საზღვარგარეთთან დახმარებები, გრანტები და ისინი შეწყვეტილია რამდენი წელია. და სწორედ აი ეს რუსეთიდან გამოქცეული ტიპაჟების მიერ ხელს გამოყოლებული ფულის იმედია და აი ეკონომიკური განვითარების ტემპებით რო გვეტრაბახებიან, აი ეს არის აი ფორმალური მონაცემი, რომ ვითომ ეკონომიკა ვითარდება. სინამდვილეში ეს არის აი მათი გამოყოლებული ფული, რომელსაც აკარჯავენ. აი ამიტომ არის დაინტერესებული, ამიტომაც არის რეჟიმი დაინტერესებული, რომ ეს ხალხი მასობრივად შემოვიდეს აქ. მიმაჩნია, რომ გარკვეული წესებია დასადგენი, მიუხედავად ყველაფრისა, პირველი ელექტრონული ვიზები უნდა შეივსოს წინასწარ. ანუ უვიზო რეჟიმი არ უნდა იყოს. არა, უვიზო უნდა იყოს, მაგრამ ელექტრონული ვიზები წინასწარ შეავსონ, ელექტრონული საშვები, განაცხადები შეიძლება ითქვას. ასეა ვთქვათ, ტაილანდში, სინგაპურში რო შედიხარ, იმაში შრი-ლანკაში ეგრე მეგონი ელექტრონული ვიზას ავსებ, არაბული ქვეყნებიც ეგრე არიან, ლათინური ამერიკის ქვეყნები ძალიან ბევრი ეგრე და წინასწარ გექნება საშუალება, რომ გადახედო ვინ შემოდის. ვინ შემოდის, სად მუშაობდა, რიც უთქავდა, რაზიანა სამართლევი, რომელ ნარკოკარტელში იყო, რომელ კოლ-ცენტრში მუშაობდა, ინტერპოლს ზებრა ხო არა გამოცხადებული, სპეცსამსახურებში ხო რომ მუშავია რუსეთის და შეგიძლია რომ ის არ შემოუშვა. ამას ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს ამის საშუალებას, არგუმენტაცია დადო და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ გააბრუნა უკან ლარსიდან და თბილისის აეროპორტიდან. მაგრამ თლიანად არის კარები გაღებული, ასევე შესაძლებელია რომ 1 წლის ნაცვლად, რაც რუსეთიდან შემოსულებზე ვრცელდება, რომ უპრობლემო შეუძლია იყვნენ აქ. ამერიკაც კი იმხელა ალიასკადან იმამდე კარიბის ზღვამდე გადაჭემული სუპერ სახელმწიფო ვადებს აწესებს და რო ჩადიხარ ვაშინგტონის აეროპორტში, რომ გქონდეს ის 10 წლიანი ვიზა, მე საზღვრა გეკითხება, როდის მიდიხარ? და ის გიწერს ვადას, რომ 5 დღეში უნდა დატოვო, 1 კვირაში უნდა დატოვო და ამას თუ დაარღვე, უკვე იქ შეგვიყვანეს 50 ქვეყნის ჩამონათვალში, აზია, აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილ და ტერორისტულ ქვეყნებთან ერთად, რომლის მოქალაქეებსაც ეხებათ წინასწარი გირაოს შეტანა ამერიკაში რო შეხვიდე, 10,000, 15,000, 20,000 დოლარი უნდა დაასდო და თუ დაარღვიე, იქ ყოფნის წესები 1 დღითაც კიდე გვიან გამოხვედი, ან არ გამოხვედი საერთაშორისო აეროპორტიდან. და თქვათ რეგიონალური აეროპორტის მეშვეობით ისარგებლე კანადაში გადაფრინდი და იქიდან წამოხვედი, იმ ფულს კარგავ.
ამერიკას კი ასე უფრთხილება და ტრამპი გამოდის და პირდაპირ ბულშიტ ხო ხარის ნეხს უძახის ემიგრანტებს და ყველას ვისაც სურვილი აქვს ამერიკაში ჩავიდეს და რამე დაარღვევს მართალი ავიწყდება ამ დროს რომ მისი დიდი ბაბუა სწორედ ფშიერ მწყურვალი რაინ-ვესტფალიის ლანდიდან ჩაეხეტა ნიუ-იორკში და ნუ მერე გაუმართლად და ამხელა მილიარდერების ფინანსური ოჯახი გახდა ხო მაგრამ სხვები არ აინტერესებს ბულშიტის ეგეთ პირდაპირ ქართული თარგმანი პირველად მოვისმინე ხო, ხარის მოსანიშნო, ხო, ეს ყველაზე ესეთი დელიკატური ლანძღვა ამერიკულ პოლიტელიტაშიც და ძალიან რო გავრცელდა, მე სპეციალურ რეგლამენტში ჩაწერეს, რომ კონგრესის ხდომაზე არ ისევე როგორც ინგლისის თემთა პალატაში კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირის დროს პირდაპირ ეწერა რეგლამენტში, რომ არ უნდა გამოიყენო ლანძღვაში წითელი ძაღლი. იმიტომ რომ აი წითელი ძაღლი კომუნისტებთან ასოცირდებოდა და არ უნდა უწოდო კომუნისტი ინგლისელ ბარონს და ლორდს, რომელიც ძალიან შორს არის ამ მოძღვრებიდან. ხო, აი ესეთი ვითარება, ამიტომ სახელმწიფო მოშლილია, სახელმწიფოს ზუსტად ბოლოსკენ მივდივართ შეჯამების საშუალება მინდა მოგცეთ და უბრალოდ ის ხაზი, რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, დავიწყეთ დინარაძით და დიდ გადავედით გეოპოლიტიკაზე. გადავედით. ისე დინარაძეზე ტყუილად დავგვარგეთ დრო, სრულიად. თქვენ შეგდხვით ჯგანური იყო, მაგრამ მე ნამდვილად ტყუილად დავგვარგეთ დრო. არა გონია მაყურებელს ეთვლიდეს, მაგრამ თქვენ ყოველ საინტერესო ხოლმე შეფასებები, თუმცა მის როლთან დაკავშირებით გაქვთ ხედულობაში, მაგრამ ჩვენ მაინც მოქმედი რეჟიმის მდგომარეობაზე ვსაუბრობდით და რომ მიუბრუნდეთ ისევ არა დინარაძის კუთხით, არამედ იმ თვალსაზრისით რა ფაზაშია ახლა უკვე ეს ხელისუფლება ივანიშვილს რა რესურსი დარჩა მანევრირებისთვის დიახ მოგახსენეთ და აი ეს დასასრული ზუსტად მიუძღვნა ალბათ აქაც ბატონ გიორგი გეოპოლიტიკურ ანალიზის გარეშე არაფერი არ გამოგვივა რადგან ყველაფერი რაც ხდება საქართველოში გეოპოლიტიკური ტალღების შედეგია ან მისი ანასხლეტია ან მისგან გამოწვეული მოვლენებია და ჩვენ გონია რომ სოფლიო ისტორიას წერთ აქ ნუ ეს ქართული პატივმოყვარეობა შეიძლება ერთხელ კარგი იყოს მაგრამ მეტი კრიტიკულობა გმართებს რა თქმა უნდა დღეს ვითარება გეოპოლიტიკური რეგიონში შემდეგნაირად ვითარდება. თუ აქამდე იგივე პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მსოფლიოს ბედი წყდებოდა ევროპის თეატრში, ან აზია წყნარი ოკეანის რეგიონში, მანჯურია, იაპონია, იქ ქვევით უზარმაზარი სამყარო, ინდონეზია და ჩინეთი, დღეს მსოფლიოს ბედი წყდება საქართველოს გარშემო და საქართველოში. სოფლიოს ბედი როგორი იქნება მომავალი სოფლიო. ცოტა ამბიციური განცხადება. არა, ამბიციური, სავსებით დასაბუთებული გეოპოლიტიკური განცხადება, გაიხედეთ აგერ მიდის ბრძოლა ტოტალიტარული სამყაროსა და თავისუფალი დემოკრატიის სისტემებს შორის და ეს სისტემები სწორედ აქ შეეჯახა ერთმანეთს და მიდის გრეხილობა იმაზე, ვის დარჩება წყნარი ოკეანიდან ატლანტიკაზე დამაკავშირებელი ხაზი, რომელიც გადის საქართველოზე. აი საბრეშუმის გზა, ეს უზარმაზარი რესურსები შუა აზიის, ნავთობი, გაზი, ურანი, მარტო უზბეკეთს, ჩვენ რომ მიგვაჩნია რომ არაფერია, ხო? 300 მილიარდიანი ხელშეკრულება აქვს ტრამპთან დადებული იშვიათი მეტალების მიწოდებაზე. ხოლო 800 მილიარდიანი ყაზახეთს იმ ტოყაებს, რომელიც ეს ქვეყანა არის ურანის მხრივ პირველ ადგილზე მსოფლიოში მოპოვების კუთხით. ამიტომ ამ ყველაფერს, ამ უზარმაზარ ნედლეულს და მსოფლიოს და კაცობრიობის ისტორია რეალურად ნედლეული სტატუსის ბრძოლის ისტორია. იქამდე მივიდა საქმე, რომ ვანილის ძიებაში და სტომაქის ამოსაყორად კოლუმბი გაემგზავრა ინდოეთის საპოვნელად, სანელებლები რო ჩამოედანა და წაწყდა ამერიკას და მოკვდა იმ წმენდ რომ ინდოეთი იპოვა, შემდგომში უპოვება ახალი კონტინენტი. ანუ დღეს უკვე კაცობრიობა დადგა კოსმოსის ათვისების წინაშე, ამას სჭირდება იშვიათი მეტალები, რომელიც არის სწორედ აი აქ, ჩვენ სწორედ საქართველოზე უნდა გაიაროს, სწორედ ამიტომ გაჩაღდა ომი უკრაინაში, ის არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, ის არის აი ამ ორი სისტემის შეჯახება, იქ ამოხედკა და რა თქმა უნდა, იმ ომში ინტერესია ციმბირზე. ციმბირის უზარმაზარი რესურსები, იშვიათი მეტალები ვის დარჩება? რუსეთი გადაშენების გზაზეა, დემოგრაფიულად იკლებს, იმპერია მაგისგან ძნელად დღეს შედგება. ამიტომ ეშინია დასავლეთს რო ეს ჩინეთს არ დარჩეს, ან მით უფრო უარესი შუა აზიიდან ისლამური ექსტრემიზმი არ შეძრეს და ეს იშვიათი მეტალები არ იქნას გამოყენებული აგრესიული და
ტერორისტული მიზნებისათვის და მათი მიზანია რომ ეს მთელი რესურსი დედამიწის კოსმოსის ათვისებაზე წარმართონ. აი ეს ბრძოლები ირანშიც ამიტოა ის ამბები ენერგო რესურსების გასაღების და მოპოვების პრობლემებზეა, თორე სუნაკლებად დაინტერესებს ტრამპს ახლა ის აიათოლა შიიტი იქნება თუ სუნიტი იქნება. აგერ სუნიტ ერდოღანს კუჯისვენ ამოუღო კოცვა პროშენ ამასგან იქ იყო. არ გაფორმებაა ხოლმე ზედაპირული, ვითომ ამის გამო უთანხმოება. ამიტომ აი ჩვენ ვართ აი ამ ცენტრში, პირველად მოხვდით სოფლიო გეოპოლიტიკური გადანაწილების ცენტრში და ამ დროს ყველაზე თავში ჩატმული, ყველაზე ფუნქცია დაკარგული, ყველაზე უუფლებო, გაუფეთურებული ჩვენი ქვეყანაა, მაშინ როცა შეგვეძლო ისე გვესარგებლა აი ამ პროცესით, ისეთი ადგილი დაგვეკავებინა და უნდა დავიკავოთ, ყოფლება არ გვაქვს. იმდენი რესურსი დაგვეცემოდა თავზე ზღვიდან, ჰაერიდან, ხმელეთიდან, ყველას ვჭირდებით. არავის აქ არ აინტერესებს ომის გაჩაღება. იმავე წელს ევროპა დარჩება ენერგორესურსების გარეშე, ისრაელი დარჩება ნავთობის გარეშე. ბახო ჯეიხანი 70% ისრაელში მიდის. ვითომ რომ ჩხუბობენ ისრაელი და ერდოღანი, არ დაიჯეროთ აცეკ. უბრალოდ ერდოღანს უნდა ისლამური ლიდერობა ამ სამყაროში და სიტყვიერად უპირისპირდება, თორემ რომ უნდადეს დაპირისპირება ისრაელთან, ბახო ჯეიხანი ჩაკეტავდა და ისრაელი რჩება ნავთობის გარეშე. შესაბამისად, აი ამ სიტუაციაში ვიხარშებით ჩვენ და ამ ვითარებაში მთელი გეოპოლიტიკური პროცესი ივანიშვილმა შემოუტრელა ჩვენ წინამდე ჩამოგვართვა სახელმწიფოებრიობა პუტინის დავალებით, გადასცა კრემლს სუვერენიტეტი ქართველი ერისა და გადახედეთ პუტინის ბედს თანამედროვე სოფლიოში. ნუ ახლა პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ თავში ჩარტყმული შეიძლება ითქვას, ესე იგი ხელის ჩამოურთმეველი, კეთროვანი ვით რომ არავის მიკარება არ უნდა, ყველგან წააგო, ვენესუელა დაკარგა, ირანი დაკარგა, უნგრეთი დაკარგა, სირია დაკარგა, შუა აზია დაკარგა, აზერბაიჯანი დაკარგა, ცნობილი ალიევების ლიქვნელი დინასტიაც კი გაექცა. უკრაინა სამკროსა უკრაინა უკვე სამუდამოდ მან ხიდი ჩატეხილია და რა ძალიან ძნელია პროგნოზირება რომ მათ შორის რამე აღდგეს. სომხეთი დაკარგა და ერთადერთი სადაც გაიმარჯვა, სადაც გამოუვიდა ივანიშვილის დახმარებით ყველა საშიში ექსპერიმენტი მკვიდრიერისათვის და სახელმწიფოებრებისათვის, ყველა სისხლიანი გეგმა, შეერთება, ანექსია, აგრესია და თავში ჩარტყმა და თავის ნებაზე ყველა გადაწყვეტილების მიღება, დაშტამპული კანონების გამოგზავნა და აქ მისი მათი გადაბეჭდა, ეს არის საქართველო, ხალხო, საქართველო და ამ ყველაფერს დანაშაულებრივი პირამიდის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი თავისი ოლიგარქიული ბანდა, იმიტომ ვახსენე რომ არ არის ივანიშვილი მარტო მას გვერდში უდგანან აი ეს მთელი ბანდა მილიარდერების მოსკოვიდან მართული ასევე ეს ფხაკაძეები, ეს ენუქიძეები, ეს ჯაფარიძეები, ეს კალაძეები, ეს მამაცაშვილები, ეს ვინც არის ეს თეგედა მოტორსის პრობლემი ვინ არის? გაუხსნია წეროვანთან გაუხსნია რუსეთის მოსამარგებელი ავტობაზა და რომ გაიხედა მთელი სოფლოს ავტოსამრეწველო პროდუქცია მანდარი და გადის შუა აზიის საშუალებით რუსეთში, ამ დროს რუსეთი სანქცირებულია. აი ეს ბანდა უნდა ჩამოშალოს და ეროვნული სიმდიდრე რაც მათ მიითვისეს და სახში წაიღეს დაუბრუნოთ ქართულ ხალხს, ყველა ქართველი, ყველა ოჯახი უნდა გახდეს ეროვნული სიმდიდრის მეწილე, ყველა შემოსავალი. აი ხო არის იმ კინოში რა საჭიროა გზა თუ ის აზერთან არ მიგვიყვანს, რა საჭიროა პოლიტიკა, რა საჭიროა სახელმწიფო, რა საჭიროა გადაწყვეტილება თუ ყოველ ადამიანს ბედნიერებად არ წაადგება, ყველა ოჯახში არ შევა სიუხვედ, სიმდიდრედ, სამუშაო ადგილად, ხელფასების გაზრდად, წარმატებად, მიღწევად, განათლების ხარისხის ასაწევად, ჯანმრთელობის გარანტიებისათვის, მაშინ არაფერი, არც სახელმწიფო საჭირო და არაფერი, ყველა გადაწყვეტილება უნდა მოვიდეს ესეთი სახალხო სოციალიზმის მთავრობა, როგორც მხოლოდ ლეიბორისტები შეიძლება იყვნენ დღეს, რომლებიც ყველა სიმდიდრეს, ყველა სიკეთეს გეოპოლიტიკურს მათ შორის მიაქცევს საქართველოს მოქალაქეების და ყოველი ჩვენი ოჯახის სიკეთეში, ბედნიერებაში და მომავალში. ეს სავსებით რეალურია და ლუკაშენკომ არ უნდა გვაჯობოს იმ დღეს ინტერესის გამო შევედი ბელორუსულ მაღაზიაში და მიმიქარავს სოფლოს სამყარო სუპერმარკეტები, ყველაფერი სუფთა, ყველაფერი მაგარი, ყველაფერი ხარისხიანი, ყველაფერი გემრიელი, რაც დავათვალიერდა იქ ხალხის საუბარი, რაც მესმოდა. ქართული მაღაზიები რო გაიხსნას სოფლიოში, ყველა პროდუქცია, სოფლის მეურნეობის რო იწარმოებოდეს აქ, ყველა სამრეწველო ნაწარმი, ნემსი, ძაფი, მაკრატელი, ჩაკუჩი რო საქართველოში გამოდიოდეს, ამის საშუალება ხო გაქვს და ამის ინტელექტი, კაცო, გემებს და თვითმფრინავებს უშვებდით, ხომ
მთელი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ეს რამხელა პროპაგანდა იქნება და აგიტაცია ჩვენი ეროვნული ღირებულებების და პროდუქციის. ამიტომ ჩვენ გამარჯვება წინ გველოდება, ყველაფერი კარგად იქნება. გაგვახსენდება ეს პერიოდი როგორც ჩაუბნელი ჟამე ხილვები როა, ცუდი ხილვები და ცუდად რო გვახსოვს. მეტი არაფერი არ დარჩება განათებული მომავალი საქართველო, თვითშობლის წინხვედრი ქვეყანა და მარიამობა დგება რამდენიმე საათში. გისურვებთ ბედნიერებას, გამარჯვებას და გაფრთხილებას.